წალკაში ყოფილი საავადმყოფო შენობაში თვითნებურად შესახლებულების მდგომარეობა წიძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წევრები ადგილზე გაიცნენ. უწყების ინფორმაციით ამ ეტაპზე შენობაში შესახლებული 66 ოჯახი აღწერეს და შესაძლოა ყველა მათგანს ეკომიგრანტის სტატუსი არ ჰქონდეს. ამ დროისთვის კი სპეციალური კომისია შესახლებულთა მდგომარეობას ხელახლა სწავლობს. მათი დასმის შემდეგ გახდება ცნობილი ვის რა სახის დახმარება გაეწევა. შეგახსენებთ, წალკის ყოფილი საავადმყოფო შენობაში 100-ზე მეტი ოჯახი თვითნებურად 11 ოქტომბერს გვიანღამით შევიდა. შესახლებულები შენობის დატოვებაზე, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის მიწის ნაკვეთების გამოყოფამდე და საკუთრებაში გადაცემამდე უარს აცხადებენ. სულ ჯამში აღწერეთ 66 ოჯახი მეტი არა, საიდანაც დაახლოებით 31 ოჯახი სავარაუდოდ არ არის უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ არის დაზარალებული სტიქიის, ვინაიდან ერთხელ უკვე დაკმაყოფილებულები არიან სახელმწიფოს მიერ ასპინძის და გურიის ასპინძის მუნიციპალიტეტში და გურიის რეგიონში. 4 ოჯახი სავარაუდოდ არის სტიქიით დაზარალებული, მაგრამ ამ ყველაფერს ამ ინფორმაცია ყველაფერი გადამოწვდება ადგილობრივი მათი წარმოშობის მუნიციპალიტეტების მიერ, მათი დაზარალების შესახებ ინფორმაცია და ამის შემდეგ უკვე გვეცოდინება საბოლოოდ თუ რამდენი ოჯახია ეკომიგრანტი იმ 66 ოჯახიდან, რომლებიც შეჭრილია ამ შენობაში.